Დღემშვიდობისა ქართველებო, ეს არის 20 ივნისი და 11-ის ნახევარია ახლა. მოკლედ საინფორმაციოდ გეტყვით, რომ ზეგ 22 ივნის საღამოს 8 საათზე დაიდება ახალი ვიდეო, საინტერესო, უფრო შოკი, სენსაცია და დავუძახეთ ყველას ერთად, მოემზადეთ ამ ინფორმაციის ასაღებად და მისაღებად. მოკლედ, ეხლა მე საინფორმაციო მიქსი მექნება ყველაფერი ერთად, ვინაიდან ბევრი რამ დაგროვდა. ამიტომ ერთი სათაურით ვერ დავასათაურებ ამ ვიდეოს. მოკლედ, მეგობრო, დავიწყოთ ჯერ იქიდან, ესე იგი ჩვენ ყველას ხომ გვახსოვს არა თუ რა ხდებოდა 90-იან წლებში. გვახსოვს, რა თქმა უნდა. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ადამიანებს დაავიწყდა ეს ყველაფერი, რატომღაც მივივიწყეთ თუ დაგვავიწყეს. ამაზე კიდე საუბრები მქონდა, მე ბევრჯერ ლექციებიც მქონდა. ესე იგი, არ მახსოვს დიალოგი ბუხართან იყო თუ 13 კითხვის შეკითხვა რაღაცებს სათაურები იყო, რა ვიცი რა და რა მაგ დადებული ვინც. ესე იგი, მოდი ასე დავიწყოთ საუბარი. კონკრეტულად. დღეს გაფანატებულია უმრავლესობა იმაზე, რომ აი ილიაზე ხა ბოლო პერიოდში რომ ვამბობ, რომ ილია ურია არის, მეთქი კონკრეტულად მეთქი საიდან მოგაქვს ეს საბუთები, ახლები რო არიან, ხა ახლები შემოსული და მე ამაზე 10 წელიწადია რომ ერთ და იგივეს ვამბობ და ყვირი ვარ და ამათთან ბრძოლები რამდენი მქონია და რაღაცა და მოკლედ გეტყვით ახლა. უამრავი ვიდეო მაქვს მეგობრებო ჩაწერილი. ვიდეოს გარდა ეს არ არის ცარიელას სიტყვები, ასე ვთქვათ. და ახლა ვის დღეს და ამ დღეებში გაიცნო ჩემი გვერდი და ეს ვიდეო და ასე შემდეგ, იმათვის რა თქმა უნდა ახლა ეს მიუღებელიც არის ჯერ ერთი და აიდან როგორ რანაირად ამბობენ და გასაგებია, მაგრამ სად ეყავით მანამდე, როდესაც მე მსდევნის დღესაც ასე ვთქვათ საპატრიარქო და ჩემზე ესე იგი ამბიონიდან რომ დაიწყეს ჩემზე ასე ვთქვათ რომ დავით ხორდია ვინმე არის Facebook-ზე და მოკლედ ეს არის ისა რომელიც ებძვის ეკლესიას რომ იმდენი თქვენ დედაების ვატირებენ რამდენიც მე ეკლესიას არ ვეძვი არამედ მილიონჯერ დამიკონკრეტებია რომ ეკლესია სულ სხვა რამეა საპატრიარქო სულ სხვა რამეა ეკლესია იყო არის და არის კიდე იქნება ცოტა ხანი ბევრი ხანი არა მაგრამ იმ წარმოდგენით რაც ჩვენ წარმოგიდგენია ეს არ არის მარტო შენობა გამიგეთ ამაზე ის რა ქვია ზვიადის სიტყვების მოვიყვანე მაშინ კიდე ისე უცელებდნენ მაგას და მან საბუთერად დაამტკიცა ეს სიტყვების მოყვანა იმავდა ყველაფერი მეს რომ ეკლესია არის სულიერება ადამიანის სხეულში გამიგეთ ამას ჯოჯოხელის კარიბჭენის ვერ წარწმედავენ თუ ვისაც აქვს რა თქმა უნდა ეს ეკლესიაში და საპატრიარქო არის რომელიც ვიდის მოდის და ეს არის ადამიანების ერთი რაღაცა გუნდი რომელიც იცვლება ყოველთვის და დღევანდელი საპატრიარქო გვარიანი ხანია 35 წელიწადია უკვე რომ ემსახურება სატანას პირდაპირ გაგებით ეს მე დამტკიცებული მაქვს 1000 ჯერ თავისი დოკუმენტებით პირადზე რო ავიღოთ პირადი ასე ვთქვათ მოღვაწეობიდანაც იმიტომ რაც კი გავაკეთე მე ქრისტიანული წმინდა და წმინდა სულით კიდე ყველაფერი შემეწინააღმდეგე ბრძოლა გამიჩაღეს ჯერ მარიამ ღვთისმშობლის ამბავზე რომ ლექციებს ვატარებდი, მაგ იქ იყო შეწინააღმდეგება, ეს ჩემმა მეგობრებმა იციან, მე ახლებისთვის ვამბობ ახლა და ვინ როგორ აიღებს ის არის. თუ ვინმე უნდა გაგება რაღაცის, გაიგებს. თუ არ უნდა და ხეების მეტი რა არის და ანძების მეტი და ფეთქე თავი და იქნება რაღაცა
დაგიტრიალდა ტვინში და მოვიდა რაღაც, რა ვიცი რა. მერე მას დამატებული კიდე ღვთისმშობლის თმა რო ჩამოიტანეს სამსაუგრე ნახევრად დაკარგული. კაცის შვილმა რო ხმა არ მოიღო საპატრიარქოდან, კაცის შვილმა ხმა არ მოიღო სანამ 4 თვე არ გავიდა და 4 თვის თავზე მე რო გავიგე, უბრალოდ 3 თვის თავზე გავიგე და მე-4 თვეს მე ვიყვირე საჯაროდ. და არ მივეცი საშუალება და სანამ ეს არ გასყდა ეს სამბავი და რო გაიგეს შემდეგ თქოს რომ კი ბატონო ჩამოვიდანეთ. სად იყვნენ მანამდე? მე კაი ბატონო. აღიარეს რო ჩამოიტანეს. და აქ არის. მე რატო არ მიდის მასზე დნმ-ის ანალიზი? კიდე გეკითხებით, მე რამე არა ქრისტიანულს ვამბობ? მე ვამბობ წმინდა ქრისტიანს წმინდა მართლმადიდებლს. უბრალოდ ადამიანურ საკითხს ვცვლი, ხო? მარიამ ღვთისმშობლის თმების ღერები ჩამოტანილია, არის ზუგდიდში არის ბატონო. დღესაც უკვე გავიდა უკვე 21-ში იყო მაგი ამბავი, მე-5-6 წელი მიდის. თქვენ წარმოიდგინეთ, რატომ ზდუმს ეს დედააფეთქებული საპატრიარქო? ილია მას მიყოლებული და დაყოლებული კიდე. ამ რატო ზდუმდა ილია და კიდევ და კარგი ახლა ხო ისა. მე-6 წელი მიდის, რატო ზდუმს და რატო არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ აი ამ თვალზე ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი. თუთაჰამუნის რო აიღეს ჩვენ რო არაფერს შუაში არ ვიყავით ინგლისელებმა და გერმანელებმა, ფრანგებმა, ხო, ანალიზი აიღეს და აღმოჩნდა რომ ის ყოფილა კავკასიელი. დიახ, თუთაჰამონი ეგვიპტის ფარაონზე ვამბობ. და კიდევ ვამბობ ეს ჩემმა მეგობრებმა იციან უკვე დაზეპირებულია. თმა არის ისეთი იდენტიფიკატორი ადამიანის სხეულის ორგანიზმისა, რომელსაც შეუძლია აბსოლუტური სიზუსტით გამოაჩინოს თუ რა ეროვნების იყო ღვთისმშობელი. მორჩა და რა არია გაუგებარი რამე ფრანგულად ვამბობ, ჩინურად ვამბობ, თუ რა ენაზე ვამბობ, რო ვერ გებო. და 6 წელი გავიდა მაგის შემდეგ თუ რატომ არ კეთდება ანალიზი? მე ვარ ახლა ისე რა ქვია ილიას მოწინააღმდეგე და საპატრიარქოს მოწინააღმდეგე თუ ის დიდააფეთქებულები არიან, ყველა ერთად აღებული, ყველაფერი მართლმადიდებლობის და ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე. ვერ გაიგეთ? რამე გაუგებარად თქვი, ვამბობ სულთა ქართულად, ასახსნელ ენაზე, გასაგებ ენაზე უბრალოდ. გადაგეტილი ყოფილა აქეთ გზავნეს დედავატირ. დაქს, მოგლეთ. მე მგონი გავიგეთ. ეხლა ამის შემდეგ თუ რა დეტალები გჭირდება რაღაცა მე ზედაპირულად გითხარით რომ ამის დეტალები და აქ რამდენი ომი მქონდა და დღესაც რამდენი მაგვინის. ასე რომ თქვენ ილიას მოგითხეთ იქ ეხლა რომ მასკენ იქ ჩაასვენენ დიდებით. ეს ურგია და ეს ანტიქრისტე. რომელმაც მოკლა ზვიადი და მოკლა მერაბიც. დიახ. კოსტავაზე ვამბობ ბატონო, ბერძენის უზეგი არა. არის ის ხო? და რამდენი გითხარდი ამასაც იმას ვიზამეთქი, გაგიღიავებ თქვენ. აი ძალიან რო აფოფორდებით. აგაფარეთ მაგას კიდე შუბზე მაგ დოკუმენტაციას. ხო, წმინდანი და ეხლა მოკვდა და ეხლა იქიდან გიშველის ხო? როგორ არა? მიაკვდა მაგას ზაღლი და კატა. და საპატრიარქოსაც კიდე დღევანდასაც მაფიოზები და პიდარასტები და იმით რო არის სავსე პედოფილები. 34 წელია 1987-ში შეატანია უფროსო ზვიადიმ საბუთი ბოდიში განცხადება რა ილიასთან. შეინჭირიმე რამენაირად ეს პედოფილები და მამაძაღლები და ეს პიდარასტები მასკენიო გაწმინდეო რა ეკლესიაო. თითითიძე არ დააგდო მაგ სატანის გაგდებულმა. 40 წელიწადი იყო ის რა ქვია პატრიარქი. თითითიძე პირიქით კიდე უფრო ზვიადი მოკლეს, კიდე უმატა. პიდარასტები და პედოფილები რო გააქვსო. საპატრიარქო. ტყუას ვამბობ.
მოკლედ ახლა ამის. კარგით, ეხლა მოდი ასე ვთქვათ, ეფუდზე არის კიდე ბევრი შეკითხვა, ვინაიდან ბოლო ვიდეოები რო დავდე, სულ ეფუდზე იყო იქ საუბარი და აინტერესებს ხალხს და ვიცი ამაზე კიდე რა დაგვიანებული გაქვთ თქვენ მეგობრებო, ძალიან დაგვიანებული. იმიტომ რომ ერთდაიგივე მე ლექციას ვერ წავიკითხე. ერთდაიგივე, აი როგორ არის იცით, ვინც ეძებდა, ყოველთვის პოულობდა. ეხლა დავით ორდიას ისე რო არ გაუგია, ვინც ეძიებდა იმას რომ რო არ გაუგია სახელი და გვარი და არ მისი ვიდეოები და მისი გამოსვლები და საჯარო და ტელევიზია და რაღაცები თუ ამდენი ხანი თქვენაზე არ ეძიებდით ძალიან გვიანი და ეხლა შემთხვევით თუ რაღაცა მოხდი და რაღაცა და გაინტერესა იმათვის კიდე მე კიდე ესე ლაითად ვიტყვი რომ ეფუთი როგორც იქითხარით ისეა რა ლაიტმანი რომ ამბობდა ისე კაბალა და ერთი ამბავიო აი ეს ვისაც ჩვენ მოგცესო ბებია თქვენისა მოგცეს არა ისა რა ქვია გაჩუკა ვინ მოგცა ჯერ ერთი ის პიროვნება თუ ის ერი თუ ის რაღაცა მასა რატო არ სახელდება ვინ მისცა ამათ ეს ისაკი როგორ არა მისაკი რა წაართეს ყველანაირი ხერხები და ბოლოს ისიც მოვყვევი რომ 1900 წადი დროზე 95 წელი იყო თუ არ ვთქვი სოფელ ჭკადუაში თვითონ მანქანით მივედით და უკვე გაყიდული ქონდა 2 თუ 3 დღის უკან და გაეროს რო გამოვკითხე გაეროს მანქანით ყოფილა მისული მოჯახში და უყიდიათ 2 ესე იგი ტომარა ფილის იმაზე რა კარც უმრავლესობა არის თუ რა ხდებოდა სამეგრელოში იმ დროს და პური ჭირდა და ეს გვარეულობით გადასცემდნენ ამ იმას დაცვა მიდიოდა გვარეულობის მიხედვით რამდენიმე გვარს ებარა ეს ეფუთის ციგნი ერთი არ იყო რა თქმა უნდა არ ვიცი ახლა რამდენი ეგზემპლარი იყო ამას კაცი ვერ დაადგეს მაგრამ გვარები იყო სპეციალურად ვისაც აბარებდნენ ამას და ისინი მას იცავდნენ დღეისათვის ყველაფერი ამოღებულია ერთისნები თუ არის ერთი ცალი სადღაც არ ვიცი ან აქ გამოიჩენს თავს ან იქიდან რაღაცანებით წამოვა და რა ვიცი ნახოთ ისე თუ ვინმე გითხრა რომ ეფუთი აქ არის მე კიდე მწერენს რომ იქ არის აქ არის არაფერი საკაცო ერთხელ ის ციგნი მანახეს კი არა ბევრჯერ ყველამ ჩამიგდო ეფუთი აწერია ესეთი პატარა თეთრი ციგნია ბროშურასავით რაღაცა ქუთაისში გამოუცემიათ ხო და ეფუთი აწერია მაგი ეფუთი თუ არის მაშინ მე ის ყოფილა იაპონელი კაცი მაგი ყე ეფრემ ვერდის ციგნიდან არის ციტატები ამოღებული და ის არის ჩადებული ეს რა ისი ეფუთია კაცო ეფუთზე მიდის ბრძოლა კაცო იგე ფუტსაც ესე იგი ძოლებურად ფოტს ერქვა ფუთი და ესაც ჩვენ ხალხს ვეძახებთ მეგრელები ფუთი და არა ფოთი მე გადააკეთეს ფოთად ვინ ის ურიები ვინც საქართველოში არიან ჩაბუთებული აი ამ სისტემაში და რომელიც ტოპონიმებს ლიან სამეგრელოში გამიგეთ მე იქით იყო სვანეთში კიდე ეფუთი ზუსტად ეფუთი ტოპონიმი და მივიდა და გადააკეთეს ებუთად გესმის ებუთად გადაიგო რომელიც არც სვამურად ისევ არაფერს არც მეგრულად და არც ქართულად ხო მაგრამ დარჩა იქით ზესტაფონში იქ არის ფუთი დარჩენილი იმიტომ იქ მაინც ქართულად მოსაუბრები არიან მაინც ვერ გაიგებენ ალბათო და იქ დარჩა მე მგონია მაგას არ შეცვლიან მალე აი ესე მიდის ბრძოლა და ეს ფუთი და პალიასტომის ტბარო არის აქ ეს ეხა როგორ გითხრა მეცნიერულად მე ახსნილი მაქვს და როგორ აი ამ ლაივში ამას ვერ ახსნი ახლა ნორმალურად მაგრამ მოხეულად ვიტყვი რომ ის პალიასტომი და პალიასტომელები პალიასტომ შემდეგ ბიბლიაში წერია როგორც ფილისტიმელები ის ფილისტიმელები მე დღეისათვის მას ეძახიან პალესტინელებს გამიგეთ იმ პალესტინას რომელსაც დღეს ზურია ებძვის სატანისტები რა თქმა უნდა ეს ჩვენი ის არის დანატოვარია იქ ჩვენი ის არის მაგრამ ამდენი საუკუნის შემდეგ არაბი და ისა უკვე ასიმილაცია განიცადეს ბუნებრივია იმიტომ აგერ ლაზები კიდე ყვანა ჩვენი ერთად მოსაუბრები მაგრამ უკვე ასიმილაცია აქვს
მაგრამ ამათ 3 საუკუნეა და იმათ ძალიან ბევრი საუკუნეებია დავშორდით ერთმანეთს და უკვე დიდი ასიმილაცია განიცადეს და წარმოვიდგინეთ რომ ეხლა ეს ურიები აი ეს ნეთანიაჰუ სტამადობით ამდენი წელიწადია სპობს და ანადგურებს დიდიან პატარიანად აი ჩვენ ძირძველ ასე თქვა დანატურას მიბრძანთ გადავთ და ეს მეორე საკითხი ახლა მესამე საკითხი მოდი ახლა სოფლიო პოლიტიკაზე ვისაუბროთ მოდი ყველაზე საინტერესო ის არის რა ქვია ფეხბურთის საკითხი ხა ბევრისთვის ასახარულოა მაგრამ მე ხო ვიცი ეს მამაძაღლები რა საკითხი ესე იგი იმ ქვეყანაში გააკეთეს ჩემპიონატი სადაც ფეხბურთი ძალიან ნაკლებად დაინტერესებს იმიტომ იქ არის გოლფის და იმის რა ქვია ბეისბოლის და აი როგორ გითხრათ გარეული ფეხბურთის ის რა ქვეყანა გარეული აი როგორ გითხრათ გარეული ადამიანების აი ის ფეხბურთი რასაც იქ ამერიკულ ფეხბურთზე ძახიან ის არ არის ნორმალური ადამიანების ადამაშო ხო აი ამ სამის ის არის რა იქ ბუმი ამერიკაში და უცებ გადაწყვეტეს რომ ამერიკაში ყოფილიყო და რატომ თანაც ნახეთ ახლა როგორ ხდება ყველა მისის რომ ფეხბურთი არის მსოფლიო ისე გარდა ამერიკისა და იმ პერიოდს დაამტყიეს როდესაც ნახეთ ჯერ ომი დაიწყო ტრამპმა ირანში დაიწყო იმ პერიოდს როდესაც მას ეპშტეინის ფაილებიდან უკვე ესე იგი ისეთი რამ გამოდიოდა რომ რაღაც უნდა გადაეფარა თქვენ არ დაიცით მაგრამ ამას ეს მსოფლიოში პრაქტიკა არის ისტორიული პრაქტიკა არის ასე ხდება ეს ხოლმე რაღაცის გადაფარვა რომ მოხდეს აი ამიტომ რაღაც ისეთ უნდა გააკეთო რომ ხალხის ყურადღება გადაიტანო იქით და რა იყო იქ და თავისი ზღვარი მელანია ტრამპის ნუ მოკლედ იქ კიდევ ერთი ამბავში იყო აქით ეს თვითონ ტრამპი კიდე ნუ მოკლედ არ მინდა ახლა მაგაზე ვებშტეინი მე ვილაპარაკე სანამ ამერიკა დაართავდა ნებას მანამდე ვარიანტით უკან და ყველაფერი განახლა ბილ კლინტონი კიდე გეი რო იყო და იმას რო პოზირებდა რა ქვია სურათი რო ეკიდა კედელზე ეპშტეინს იქ ბილ კლინტონის კაბაში რო იყო და იმას წითელ ტუფლებში ხო გახსოვთ ეს ხო და ეხლა კიდე იმისათვის რომ აი დაიწყო ამ კაცმა ომი დაიწყო ამ კაცმა დააწყებინეს თუ დაიწყო ახლა თანხმობა დააწყებინა კი მაგრამ დააწყებინეს იმიტომ რომ მე შეახი მოსაყვანია კაცო მალე და უკვე რაღაც პროვოცირება უნდა გავაკეთოთ რომ რამენერა დომინირება ავიღოთ მსოფლიოზე ხო კი დაიწყო მაგრამ რა ამთავრებს აი ხარა გამოსვლა უჭირს ახლა გამოსვლა უჭირს ესე იგი ეს ისulis რამდენიმე მილიონიან რაკეტას ბალისტიკური თუ რაც არის ხო იმას რამდენი 100,000 უჯდება და დედასტირობს და განიავა მოკლედ ამერიკული ბიუჯეტი ამათ იფიქრეს რომ მოდი ახლა დავარდე კიდე დავარტყი და გახსოვს რემსამოვარ ესე იგი პირველ ყოფილებაში დავაბრუნებ ისე დედას გიტირებთ ესე ხნედ გამოდიოდა აბა ახლა ნახეთ როგორ გამოდის დაჩმორებული გამიგეთ ესე იგი სოფლიოში ჩვენ დავინახეთ ასეთი რამ ჩვენ ვიცოდით რომ ამერიკა იყო ზე სახელმწიფო და გახსოვთ ის ვიდეო კიდე როდესაც მეთქვი ამერიკა დამარცხდა მეთქვი ცალკე სახელმწიფო ის ეხა მეორედ დამარცხდა აი ზე სახელმწიფო უკვე მეორედ მარცხდება ესმით და თქვენ წარმოიდგინეთ რომ უკვე გასდა ძალით გახადეს ირანის ზე სახელმწიფო ესე იგი ორი სახელმწიფო ებრძვის და ნუ ახლა პლუს კიდე ხარსუბამენ კიდე სხვა ისინი მაგრამ პრაქტიკულად მას ორი სახელმწიფო ებრძვის ერთი ზე სახელმწიფო და მეორე ზე სახელმწიფო ეს ისრაელი თქვენ წარმოიდგინეთ და დედასტირობს ესე იგი ესენი ვეღარ გამოდიან უკვე ამ სიტუაციას თქვენ წარმოგიდგენთ იმას ხელშეკრულება ის რომ ამბობს შეთანხმება გარიგება რო ამბობს ტრამპი
300 მილიონი დოლარი თუ მილიარდი დოლარი აქვს გადასახდელი ამერიკას იმისათვის რომ რაც ზარალი მიაყენეს იმის კომპენსაცია გადაუხადა თქვენ წარმოიდგინეთ ამაზე იყვნენ ყაბულზე იყვნენ ეს უკვე წაგებაა ხალხო ეს არის უკვე წაგება თქვენ წარმოიდგინეთ და როგორ იცით სამარცხვინო წაგება თანაც და ეხა ის არ ჩერდება ის ნათანიახო არ ჩერდება იქ დიბანს უტყაპუნებს კიდე არ ჩერდება და აი დარდები უტყეს ამ ადგილზე არ მივდივარ ხელშეკრულებაზე მაშინ ეხა კიდე უფრო დიდ დათმობებზე იქნება წასასვლელი მოკლედ რა ძალით გახადეს ზე სახელმწიფო ირანი იყო თავისთვის რა უნდოდა სარი ატომური ბომბი ატომური ბომბი ქონდეს მანამდე დედას უტირებდა ეხლა 3 თუ 4 დღის უკან უკრაინას დაარტყა იმან რა ქვია ირანმა თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინას დაარტყა და რატო იმიტომ რომ იქ იყო ისეთი ბაზა რომელიც რა ქვია ამაც აწინააღმდეგოთ ნუ ბაზა რა ქვია ტექნიკური ბაზა სპეციალური იმას დაარტყა ესე იგი რაც მცირე აზიაში იყო ამერიკა რასაც სადაც კი დომინირებდა თავისი ბაზებით თავისი სამხედრო ესე იგი აეროპორტებით პლიუს პოლიგონებით პლიუს კიდე აი სად მიდივა მოდი ყველაფრით ესე იგი დომინირება მოუსპო ესე იგი მცირე აზიაში გვარიანი ხანი კი არა საერთოდ ვერც კი გაპარპაჟდება გესმით ამერიკას მოუსპოს საერთოდ ყველაფერი ახლომახლო რაც კი იყო მცირე აზიაში მას ფეხი არ დაედგმება გესმით აი რამხელა რამ გააკეთეს თავიანთი ვითომ ნუ მეშიახი რომ უნდათ მოყვანა ბატონო და დავაჩქაროთ ეხა ტექნიკურად თქვენ წარმოიდგინეთ და ეგ დააჩქარეს ეხა თავიანთი აღსასრული დაიჩქარეს ორთავე თავიანთი აღსასრული ესეც აქტუალური თემა მე არ მოყვარს ამ აქტუალურ თემებზე საუბარი და ბევრი რო ილაპარაკეს მე აღარ ვამატებ რო ხედავენ მაგრამ ერთი მინდა განსხვავებულად გითხრათ რომ აი ეს ილია თოფურიას ამბავი მოდი აქედან დავიწყოთ მეგობრებო ადამიანი როცა ტოტალიზატორში შედის ხო? თუ გინდა სათამაშო კლუბი არა მნიშვნელობა აზარტულებია ეს ყველა რო შედის იქიდან 99 და 99%-მა იცის რომ ის სლოტები მანქანები და ყველაფერი არის დაყენებული თავის პროცენტურაზე ხო ვიცი ჩვენ ეს ხო? აქედან წასვლას აკეთებ მოკლედ მაგრამ ეს ადამიანი მაინც შედიან მაინც აიციან რომ ეშმაკის ბუდეში შედიან გესმით? იციან და მაინც ცდილობენ რომ იქ რაღაცა ეშმაკ წაართვან თუნდაც რა ვიცი ნატეხი მან ხო თამაშობენ ხო სიამოვნებენ მეორე მომენტს გეტყვით ახლა როდესაც ნუ ბავშვობაში ახლა აღარ ტარდება ესეთი რაღაცები მაგრამ ტელევიზორში ხო უყურებთ მაგრამ ცოცხლად რო უყურებთ თეატრებში კლუბებში მაშინ იყო ეს ილუზიონისტები და ფოკუსნიკები რო დადიოდნენ და ბავშვობაში დავყავდით სკოლიდან და ჩვენს ვიდიოდით ხო ვოი როგორ გააკეთა საიდან როგორ გააჩინა როგორ გააქრო ასეთი რაღაცები ხო ახლა რო წამოვიზარდეთ ყველამ ხო ვიცით რომ ეს ტყუილია ტყუილი როგორ ესე გვატყუებს აი ეს ილუზიონის რო ფოკუსის რო ეძახი ყველა გვატყუებს აი თვალსა და ხელშუა გვატყუებს ხომ ყველამ ვიცით მოდი საიდან დავიწყოთ ყველაზე დიდი მსოფლიოში დევიდ კოპერფილდი ისიც ურია იყო სხვადასხვა დევიდ კოპერფილდი რასაც აკეთებდა ეს იყო ნუ ტყუილი ხალხის მოტყუება ხო მაგრამ ხალხი მაინც წარს უკრავდა გაოცებისაკენ ყველაზე იყო კი ეხლა მესამე ვარიანტს გეტყვით ჩვენ ყველამ ხო ნუ ყველას ხო ნანახი გვაქვს ფილმები და ჰოლივუდის ფილმები და ამ ფილმებში საერთოდ ბევრი სიმართლეა რა თქმა უნდა ზოგი წინასწარ კიდე გვეუბნება ბევრ რაღაცებს გვანახებენ მაინც ვერ ხედავთ
ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ მათესი არ იყოს ბიბლიური მათესის ისეთ დრო დაგიდგება და უყურებდე და ვერ ხედავდით. აი ზუსტად ის პერიოდია. იმ კინოებში სადაც მოდი ასე ვთქვათ გლადიატორებზე რო არის, ხო? ხო ვიცით როგორ ხდებოდა. ჩაწყობები, მოწყობები, ერთი ამბავი, შემდგა წააგო, შენ ამ დროს უნდა დაეცეი, ესა, ხო. თუნდაც აქ-აქ თქვენ გახსოვთ მე კიდე მე ხილება განახეთ სნაიკი. გველის ორგანიზაცია რაღაცა გველი ამათი სიმბოლო და ტრამპიდან დაწყებული. აი ესე რო ანახებს ხელს, ხო? იქ მსახიობია ცნობილი რო თამაშობს. ნიკოლას კეიჯი. იქ სწორედ ბოქსი რომ იდის იმ დროს კლავენ იქ რა ქვია ერთ მინისტრს და ზუსტად ეს დაემთხვა იქ ყველობა რო იყო ამერიკაში იმას და ეს მე ყველაფერი დეტალებში განახეთ, მაგრამ მაგაზე არ არის საუბარი, ახლა მე გეუბნებით იმაზე რომ ის ბოქსი აი რო დაეცემა, ნუ ჩემპიონი რო დაეცემა და წააგებს თითქოს რაღაც ის ხო ჩაწყობილი, ხო? რადონის ბოქსი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ და ეს იყო ჩაწყობილი. ეხლა გეტყვით მე ასე და ეხლა ბევრი იმას დაობს რომ ილიამ ფული აიღო, არ აიღო, აუ ბიჭო წააგო, ნამდვილად წააგო, მე არ წააგო, არიქ-აქ დოპინგი იქ ხელში რაღაც აქონდაო, ერთი ამბავი და საერთოდ მე ამ დეტალებში არ ჩავდივარ, ეხლა ისე გეტყვით ყველაფერს. თქვენ აი ხალხო. ესე იგი, სოფლიოში რო არ მომხდარა, ისეთი ხდება. მოხდა. ესე იგი, თეთრი სახლის წინ გაიმართა ეს ყველაფერი. ჯერ ერთი და ამ რა ქვია ტრამპს, რომელიც უკვე კლოუნის როლში გადის, ხო? ტრამპს სჭირდება ხალხის გულის მოგება. ნუ ჩემპიონატი კიდე იმიტომ იმასაკნა, ფეხბურთის ჩემპიონატი კიდე იმისათვის, რომ აი ისები რომ გადაატანიოს ხალხს და მთელი მოსახლეობა რაც ხდება ეხლა უნდა მოხდეს და აი ეს ყურადღება რომ გადააფანტებინოს ხალხს, აი ამიტომ გაკეთდა ეს ყველაფერი ჯერ ერთი. და ესეც პლუს გააკეთა. თეთრი სახლის წინ. თქვენ წარმოიდგენთ. რადონემდე ჯერ თვითონ აზარტულია, ხო იცით ახლა ჯერ დვალიშვილთანაც ნუ ბევრ რაღაცა ფსონებს უდებს და ერთი ამბავი. აზარტულია თვითონ. თუ გახსოვთ სულ ადრე ვისაც გააკეთეს კადრი დანახი, აი მაშინ გამოვიდა ეს სიაფანტის რო არის რა ქვია MMA ვითომ სიაფანტი რო აი უთხრამენ ერთმანეთს და ნუ მოკლედ საფერისტობა რო არის. იქ გამოვიდა და იქ ხელი გაარტყა იქ ერთ იმას ძველ მოკრივე თუ ვიც იყო იმას და ნუ აი ესეთი მახინაციების ჯონგლიორი მით არის ეს კლოუნი მით არის და პლუს ამას კიდე ტრამპის დაბადების დღეა და ხალხი ისე დაძაბეს და რეკლამა მეტი რატო კეთდება აბა ტელევიზიები ყო ამათია ყველაფერი თქვენ ხალხი ისე უნდა ააგდონ რომ მაქსიმალურად თანხები დაადებიდონ მაქსიმალურად და ყველაფერი თამაშია ხალხი და მე თქვენ წარმოიდგინეთ მე გამოდის სულთა ამერიკელი და აქეთ არის ვიღაცა ესპანელი ნუ კაი ქართველი ახლა ნუ არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ჩვენთვის აქ მას მნიშვნელობა და იმათვის არ აქვს მნიშვნელობა და მაგათთვის ესპანელია და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იგი ვინმე ესპანელს გაამარჯვებს საერთოდ აზრად უნდა გაგევლოთ რომ ილია მოიგებდა არა და ხო ვიცი რომ ამდენი მილიონმა ადამიანმა დაიჯერა ეს კი ძლიერი იყო და ეხლა ძლიერია იმაზე ორი თავით უფრო ძლიერია ილია გამიგეთ ორი თავით ძლიერია ან სად მომხდარა ისეთ რამე რომ ილიაც ნუ მე კიდე ვაკვირდები ხანდისხან ხო ცალითვალე მას ისეთი კანი აქვს ნუ აი ესე ადვილად მას არ უსკდება სახე და ესა და წვირის გატეხვა მით უმეტეს და ეგეთი სერიოზული ნუ ეხა ის დოპინგია თუ რაც არის ნუ მოკლედ მოხდა დეტალებში არ ჩავდივარ ხო რაც გააკეთეს და რაც მოიმოქმედეს თქვენ ნუ თუ მართლა დაიჭირეთ რომ ილიას მოაგებიერდნენ იქ ნებისმიერი ხერხები გააკეთეს ისე რომ ილიამ წააგო ეხლა რო თქვა ილიამს ფული არ აუღია და ესაო ამაზე კიდე თავს მე ვერ დავდე ჩემო კარგო იმიტომ რომ ეს ისეთი სპორტია და მით უმეტეს ფეხბურთში კაცო ხო ვიცით რა ხდება ხალხო ფეხბურთში რამდენი ვინახარ ეს რა ქვია ფული ნუ მოკლედ ხო ვიცი რადონის მაფია არის რადო იქ ხდება
კერძოდ თითო ან ოროლა ფეხბურთელის მოსყიდვა ძალიან მეკარი ძალიან ნუ მოკლე რა არ ვიცი კაცო ყველაფერი ვიცით მაგრამ მაინც მჯერ აი ამის საქმე იმ შოუსი რასაც გვიდგამენ რატომ იმიტომ ჩვენ ჯიბიდან ფულები ამოვიყეჭოთ რამენაირად გესმით ეს ხო ყველაფერი შოუა ჩემო კარგო შოუ თან აი ამ დონის სადაც ორი ადამიანი თამაშობს ორი ადამიანი აქ როგორ ვიყავ შეიძლება კი რასაც ხდება ტრამმა კაცო შენ მაგარი ბიჭი ხარ ნუ გეშინია შენ დაგიდებო ფსონსო იქით იმასაც მედი შენ დაგიდებ ფსონს ნუ გეშინიაო მაგრამ მას რაც ხონდა თავში ის ხომ დავინახეთ ხო ვინ გაამარჯვებდა ილიას თუ ღმერთი წამდა ცოტა გამოვიღვიზოთ ხალხო და ეს იყო მსოფლიო დონის შოუ დადგმული აი ამ მსოფლიო დონის შოუში კეთდება მილიარდობით თანხა მილიარდობით იმათ ფეხებზე კიდიათ ვინ რა ჯიგარია და ვინ მაგარია და რაღაც სულ ფეხებზე კიდია ეგ არის მარტო ფულზე ხალხო თამაში ფულზე და ფულზე ისინი დედას გაყიდიან და მამას აი იმას ტრამპიდან ნუ საერთოდ ის მაფიას მომბო გამიგე მე ზოგმა ისიც თქვა კაცო ეს იმ დონის სარიო კაცო იქ ვინ ჩაადებინებდაო იმას იქ ხელში რაღაცას ან ნუ მოკლედ თუ იმათმა მოინდომეს რას მელაპარაკებით ხალხო გაიღვიძეთ ხალხო სადახარ ეგ მსოფლიო მმართველებთან სატანისტებთან ვარ საქმე სადაც მარტო ფულზეა საუბარი და ჩვენს დედის ტირებაზე ილიას კი არა 50 ილიასნეს ფეხებზე დაიკიდებენ და ხარო გალახესის კიდე რა არის კაცო მოკლავი და არ მოუკლავთ ხალხი თუ რა თუ შეეწინააღმდეგები ამ სისტემას ერთი რო ეთქვა ილიასა არა მე ფულს არ ავიღებ და რაღაცა და ერთი ამბავიო აი უყურე შამპანის პროგრამასავი გამოვაგდები ამ სისტემიდან რას ხალხო ხო იცით სადა ვართ ხო იცით ხალხო სადა ვარ და ვის ხელში ვარ ჩვენმა სამყაროში სადა სატანა მეფობს და არა ღმერთი ხალხო ასო ილიას იმაში მეეჭვი არ ვიყარება მაგის ძლიერებაში და მაგრამ როდესაც შენ ამ სისტემაში ხარ იქ ყველაფერია მოსული ხალხო ამ ბოქსზე კინოები არ გინახია თუ რა როგორ ხდება არ გინახია ხო ყველას გვაქვს ნანახი კაცო თუნდაც ფული აიღო შეიძლება მან კონკრეტულად არ აიღო მაგრამ მას ბონუსები და 1000 რაღაცები მაინც ეძლევა ხალხო პლუს თანაც მოგებიდან კიდე ეგრე სად არის ხალხო აბა ერთი შეწინააღმდეგე რომელიმეს და ვინ შეწინააღმდეგა საერთოდ გინდა ფეხბურთელი იყოს გინდა მსახიობი იყოს გინდა მომღერალი იყოს ყველა ამოაგდეს კალაპოტიდან ან მოკლეს გინდა თამაში მაშინ მე უნდა მომისმინო ეს არის ხელშეკრულება მათი ხელშეკრულება სატანასთან ხალხო და ეხა არც ვისაც ეჯერა რომ თავიდან მე რო გავიგერო თეთრი სახლი წინ იქნებოდა თამაში აი ამ ხელადონის თამაში და მე ტრამპის დაბადების დღეზე და ეხა მაგის ჩიტი ვიყავ მე რომ დავიჯერებდი რომ ილიას მოაგებიდნენ მაგრამ რამდენს დაგაჯერეს ხო ეხლა ბოლოს კიდე მესამე საკითხი რომელიც თავში თქვი ინფორმაცია დაიდება 22-ში თქო ანუ შაბათი გამოდის და საღამოს 8 საათს ეხა ემას მე დავუკავშირებ კიდე იმას რომ ეს როგორ გვაგოიმებენ ეს ურიები რამდენიმე საუკუნეა რამდენი ური ამოცვიდა ეხა ბოლოს ვიდეოები რო დავდი მოკლედ ფულის ამრევი გახდა ამათი ისინი რა ესე იგი ცეცხლის გარდამოსვლა ჯერ კიდევ არიან რა თქმა უნდა საქართველოში კიდევ რო ჯერავთ ამ ცეცხლისა წმინდა ცეცხლისა კაცო წმინდა ცეცხლისა რომელიც არ წვამს თორემ ხო და ზღაპრები და რაღაც ეხა ვის პირველად მისვენს ნუ წამოწვიდებით ფინტი გოიმები ბიჭო მე რო ვამბობ მაგის უკან უამრავი მაგ ექსპერიმენტები ჩავატარე და ყველაფერი და განახეთ კიდე როგორ კეთდება და სინი რა ხდებოდა იმ კუკლიაში და კუკლია შესვლამდეს და ყველაფერი დეტალებში რო გავიარე ყველაფერი ასე რომ ნუ ტლეკინებდე რა ცოტა თვინი განძრევ
აი ამას გაგინულებთ ყველაფერს. ბოლო გურსმან ჩავაჭედებ აი ამ მარტო ცეცხლის გარდამოსვლა კი არა, ბევრ რაღაცას იქ. და საიდან მოდის მსოფლიოს გათახსირება, მოტყუება და ყველაფერი. გახსოვთ მე ის რომ დავდე მაიკლ ჯექსონზე ორი ნაწილი რა მინდოდა მეთქი მაშინ კიდევ რა მინდოდა კაცო მაიკლ ჯექსონი და რა ჩემი საქმეა ვიღაცა ისა მომღერალის ისა არ დამაძინა 2-3 დღე აბსოლუტურად სხვა ისა და ორი ნაწილი და მაიკლ ჯექსონი რო გამოვიდა და რო თქვა საჯაროდ მიკროფონთან ხალხო თქვენ გატყუებენო ის რასაც ბავშვებს ისტორია და უფროსებს ისტორიას გვასწავლიან ეს ყველაფერი ტყუილი არისო თქვენ წარმოიდგინეთ რა მაგა და რატომ მოკლეს აბამეთ ესე იგი მან იცოდა იქაური სამზარეულოს ამბავი აი სატანისტების გესმით მან ბევრი რამე გაიგო და დაიწყო ლაპარაკი გამიგე დაიწყო ლაპარაკი ახლა რომ წავიდგე ახლა აი ამ ხელა დონის ადამიანმა რო უთხრას მსოფლიოს თქვენ გატყუებენო და რაში გატყუებენო და ისტორიაში გატყუებენო ტყუილს გიწერენო ტყუილს გესმით აბა ეხლა ნახე და ჩვენ მე ამას სულ გავიძახი ხო ის ისტორია იქ ხალხი ცხოვრობ რომელსაც აწევ მთელი მეცნიერები ეს არის ტყუილი თქო ხო ვიძახი არა მაინც მიურიკინებს ბევრი და ნამდვილი ისტორია რო განახო და ამას მე ვლაპარაკო რამდენი ხანია ხო ეს არ უნდა ეს კიდე იმის ბრალია რო ძინავს ან დააძინეს არა მნიშვნელობა თუ დაგაძინეს ესე იგი მოქმედა წამალმა მიუშვი შენიგამდე რომ ეს წამალი შეეშვა შენთვის შენინებით ძალით მაგას რომ აბა ჩემთვის ვერ ძნები და ვერ ძალით ვერ გამიკეთებენ მაგ წამალს და ფიზიკურ წამალზე კი არ არის საუბარი ხო თუ აღარ აქვს სუფთა და აქ არ ახარ სუფთა და თუ მიეცი შენს ეს ნებას ამის უფლება მაშინ მოიწამლებ ხო და 22 საღამოს დავსვამ წერტილს